როცა ვუყურებთ რუკას, გგონია, რომ კონტინენტები მუდამ ასე იყო განლაგებული. მაგრამ სინამდვილეში დედამიწის ზედაპირი მუდმივად იცვლება. კონტინენტები მოძრაობენ, ნელა, შეუმჩნევლად, მაგრამ შეუჩერებლად. ამ ვიდეოში გავიგებთ, რატომ ხდება ეს და რა ძალა ამოძრავებს პლანეტას შიგნიდან. დედამიწა არ არის მთლიანად მყარი. მისი შიდა სტრუქტურა შედგება სამი ძირითადი ფენისგან. ქერქი, მანტია და ბირთვი. ქერქი ყველაზე ზედა და თხელი ფენაა, რომელზეც ვცხოვრობთ. ქვეშ მდებარეობს მანტია. სქელი, ცხელი ფენა, რომელიც ნაწილობრივ პლასტიკურია. ხოლო ცენტრში არის ბირთვი, უკიდურესად ცხელი და მძიმე. დედამიწის შიგნით არსებული სითბო წარმოიქმნება პლანეტის წარმოშობისას და გროვილი ენერგიით, რადიოაქტიური ელემენტების დაშლით. ეს სითბო იწვევს მანტიის ნელ, მაგრამ მუდმივ მოძრაობას. მანტიაში მიმდინარეობს კონვექციური პროცესები. ცხელი მასალა ზემოთ ამოდის, გაცივებული კი ქვემოთ ეშვება. ეს მოძრაობა ძალიან ნელია, წელიწადში რამდენიმე სანტიმეტრი. მაგრამ მისი გავლენა გლობალურია. ზუსტად ამ პროცესს რეალებს დედამიწის ქერქი. მე-20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ კონტინენტები ყოველთვის ერთ ადგილზე იყო. 1912 წელს გერმანელმა მეცნიერმა, ალფრედ ვეგენერმა, სრულიად განსხვავებული იდეა წამოაყენა. მან თქვა, რომ კონტინენტები ადრე ერთ დიდ მასად იყო გაერთიანებული და დროთა განმავლობაში გაიშალა. ვეგენერმა შეამჩნია, რომ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სანაპიროები ერთმანეთს პაზლივით ერგება. ასევე აღმოაჩინა, რომ ამ კონტინენტებზე ერთნაირი ქანები და ფოსილები გვხვდება, რომლებიც დღეს ოკეანითაა დაშორებული. თუმცა იმ დროისთვის ვეგენერს არ შეეძლო აეხსნა, რა ძალა ამოძრავებდა კონტინენტებს. ამიტომ მისი თეორია 10 წლეულების განმავლობაში არ მიიღეს. მხოლოდ მოგვიანებით, როცა ტექტონიკური ფილების თეორია განვითარდა, ვეგენერის იდეამ მეცნიერული საფუძველი მიიღო. დედამიწის ქერქი დაყოფილია დიდ ბლოკებად, ტექტონიკურ ფილებად. ზოგი ფილა ატარებს კონტინენტებს, ზოგი ოკეანურ ფსკერს, ზოგი ორივეს. კონტინენტები არ მოძრაობენ ცალკე. ისინი მოძრაობენ იმიტომ, რომ ფილები მოძრაობენ. კონტინენტების მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულება ოკეანის ფსკერზე აღმოჩნდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს შუაოკეანური ქედები, გრძელი მთათა სისტემა ოკეანის ფსკერზე. ამ ქედებში მანტიის მასალა ზემოთ ამოდის და ახალ ქერქს ქმნის. ამის გამო ოკეანის ფსკერი ნელ-ნელა ფართოვდება. ასევე აღმოჩნდა, რომ ოკეანის ქერქი ძალიან ახალგაზრდაა. არც ერთი ოკეანის ფსკერი არ არის 200 მილიონ წელზე ძველი. გარდა ამისა, ქანებში დაფიქსირდა მაგნიტური ზოლები, რომლებიც აჩვენებს, როგორ იცვლებოდა დედამიწის მაგნიტური ველი ქერქის წარმოქმნის დროს. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ფილები მართლაც მოძრაობენ და დედამიწის ზედაპირი მუდმივად განახლდება. დაშორება, როცა ფილები შორდება ერთმანეთს. ამ დროს მანტიიდან ამოდის ახალი მასალა და ყალიბდება ახალი ქერქი. ასე ფართოვდება ოკეანეები. შეჯახება, როცა ფილები ეჯახება ერთმანეთს. ეს იწვევს მთების წარმოქმნას ან ვულკანიზმს. ჰიმალაები სწორედ ასე წარმოიქმნა. გვერდითი სრიალი, ფილები ერთმანეთის გვერდით მოძრაობენ. ეს მოძრაობა ხშირად იწვევს მიწის წვრებს. კონტინენტების მოძრაობა დღესაც გრძელდება. აფრიკა ნელა უახლოვდება ევროპას. ავსტრალია ჩრდილოეთისკენ მიიწევს. ხოლო ატლანტის ოკეანე თანდათან ფართოვდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მილიონობით წლის შემდეგ კონტინენტები კვლავ შეიკრიბება ერთ დიდ მასად, ახალ სუპერკონტინენტად. ეს გვაჩვენებს, რომ დედამიწა არასოდეს არის სტატიკური. რაც დღეს უცვლელად გვეჩვენება გეოლოგიურ დროში დროებითია. კონტინენტები მოძრაობენ საშუალოდ 2-10 სანტიმეტრით წელიწადში. ეს ძალიან მცირეა ადამიანის სიცოცხლისთვის. მაგრამ მილიონობით წლის განმავლობაში ეს მოძრაობა მთლიანად ცვლის დედამიწის გეოგრაფიას. კონტინენტების მოძრაობა დედამიწის ბუნებრივი პროცესია. ეს გვიჩვენებს, რომ პლანეტა ცოცხალია და მუდმივად ვითარდება. რაც დღეს უცვლელად გვეჩვენება გეოლოგიურ დროში დროებითია. თუ გინდა გაიგო, როგორ ყალიბდება მთები, ვულკანები და ოკეანეები, გამოიწერე არხი გეოკორი და გააგრძელე დედამიწის შეცნობა ჩვენთან ერთად.